რატომ არის მნიშვნელოვანი ტურიზმში ქვეყნის ბრენდინგი? ჩემი ასე ვთქვათ ვარაუდით საქართველოსთვის ალბათ მეოთხე დიწონა ტურიზმს აქვს, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რითიც საერთაშორისო აუდიტორიაზე ჩვენ გვიცნობენ, ეს არის ზუსტად ტურიზმის ყველაზე ბრენდინგი. დიდი სექტორია ექსპორტზე გაგვაქვს, ხო შეიძლება რომ ასეც უწოდოთ. რა ქმნის რეალურად ქვეყანას ბრენდად, რა აქცევს? დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს როგორი ქვეყანა არის ტურისტებისთვის? როგორც ბრენდი, რა ასეცებენ, რა მოლოდინებს იქმნიან საქართველოსთან დაკავშირებით და მერე რა უმართლდებათ და რითი უცრულდებათ იმედი? ველური ბუნების საქართველოს, იგივე მარადიული ქრისტიანობის საქართველოს, ღვინის და სუფრის საქართველოს, ჰიპსტერული თბილისიც კი გვაქვს. კამერაში იყურეთ. სუფრაზე თავარი სტუმარი არის კერძი. საქართველოში? საქართველოს სტუმარი. ასე ვთქვათ, ღვთისწილია. რატო გჭირდება შენ იმის მიწოდება, რომ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხარ? ის ხო არ არის პრობლემა, რომ მაგალითად სახელი ჯორჯია ჩვენ გვეკუთვნის ინგლისურენოვან მსოფლიო ბაზარზე თუ ამერიკის შტატ ჯორჯიას. საქართველოს რატო არ მოგწონს? ჯორჯია გავიგე რატო არ მოგწონს? არა, საქართველოს არ მომწონს, არა, საქართველოს ანაც ამას მომწონს. ანონსში გამოვიდა. გამარჯობა, მე სოფო აზარიაშვილი ვარ და თქვენ უყურებთ Tourism Talks. ამ პოდკასტში ჩვენ ვხვდებით ტურიზმის სფეროს პროფესიონალებს და ვსაუბრობთ სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. პოდკასტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. აქვე მინდა ჩვენს პარტნიორებს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენც გთხოვოთ მხარდაჭერა და არხის გამოწერა. დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი სტუმარი გვეყოლება ნიკო თევდორაშვილი, Nexoria-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული მარკეტინგის და ბრენდის კონსულტანტი 20 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც 100-ზე მეტ მნიშვნელოვან მარკეტინგულ პროექტზე უმუშავია. მასთან მუშაობის გამოცდილება მეც მაქვს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დრო იყო. ბევრს ვჩხუბობდით, ბევრს მსჯელობდით, ბევრსაც მუშაობდით და ყოველთვის ძალიან მიხარია ნიკო შენთან შეხვედრა და მადლობა რომ ხარ ჩემი პოდკასტის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის, გილოცავ წარმატებებს გისურვებ ამ ახალ სექტორში, რასაც ქვია პოდკასტების სფერო. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით ვარ შენთან და გამოცდილებით, რაც მაქვს განვლილი წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ერთად მიღწეული, მიუხედავად ჩხუბისა და ასე ვთქვათ კამათისა და მინდა ვთქვა აქვე თავშივე რომ მარკეტინგი ანუ ის რაც სააზროვნოა, ეს არის მარკეტინგი და კომუნიკაციები, ეს არ არის მათემატიკური მეცნიერება, სადაც A + B უდრის C-ს, ეს არის ზუსტად მსჯელობის შედეგად მიღებული რაღაცა შედეგებზე მისვლა. შესაბამისად ამ სფეროში აუცილებელიც არის აქტიური კამათი და აზრთა გაცვლა გამოცვლა. ნამდვილად და მახსოვს ჩემი 180 გრადუსით შეცვლილი ხედვები შენთან მსჯელობის შემდეგ და ძალიან ბევრი ნასწავლი რაღაცა და ეხლა მგონია რომ ისეთი საუბარი შედგება რომ ჩვენი მაყურებელიც დამაფიქრებელ პოინტებს წაიღებს. კი, მე გამიხარდება რომ მაგალითად ჩვენ რაც კითხვები გვექნება ერთმანეთთან, იგივე თუ გავიმეორებთ მაყურებელზე, რომ მაყურებელი ჩაერთოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ და ქვეყნის ბრენდინგი მისი მთავარი აქტორების, ანუ მოსახლეობის და ბიზნესის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად მათი აზრი ცალსახად უმნიშვნელოვანესია. კარგი, დავიწყოთ მაშინ. სერიოზულ თემაზე საუბარი და მოდი შესავალი გავაკეთოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ტურიზმში ქვეყნის ბრენდინგი და რას გვაძლევს ის? ქვეყნის ბრენდინგი სხვადასხვა თეორიებით და ინდექსებით შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კომპონენტად. ყველაზე ესეთი ნათელი მაგალითი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს და ენდობა, ეს არის Anhalt Ipsos-ის დეფინიცია, რომელიც ქვეყნის ბრენდინგს ყოფს შემდეგ ნაწილებად. ეს არის ტურიზმი, ეს არის ექსპორტი, მმართველობა, ხალხი, კულტურა და მემკვიდრეობა, ინვესტიცია და იმიგრაცია. ამ ნაწილში ქვეყნების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს 15-დან 25%-მდე ადგენდეს, მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ ვარაუდით საქართველოსთვის ალბათ მეოთხე დიწონა ტურიზმს აქვს, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რითიც საერთაშორისო აუდიტორიაზე ჩვენ გვიცნობენ, ეს არის ზუსტად ტურიზმის ყველაზე დიდი სექტორიაც ექსპორტზე გაგვაქვს, ხო შეიძლება რომ ასეც უწოდოთ. ყველაზე ფართო ექსპორტია. ცალსახად და აქვე აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ საქართველოს მოცულობა ჯერჯერობით ტურისტულ მსოფლიო ბაზარზე იმდენად დიდი არ არის, რომ
ქვეყნების ბრენდინგის მთავარ რეიტინგებში ხდებოდეს. ძირითადად 60-70 ქვეყანა მონაწილეობს ამ ქვეყნებში, მაგრამ მაგალითად ევროპაში ჩატარებულ ქვეყნების რეიტინგებში უკვე გამოჩნდა საქართველოს ბრენდის პოზიციონირება. ანუ ყველაზე ძლიერი ბრენდი ამერიკა ალბათ. სხვადასხვა რეიტინგები სხვადასხვა. პირველზე Anhalt Ipsos-ით არის იაპონია, მაგალითად US News-ის, რა თქმა უნდა. შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები. ხო, ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში პირველ და მეორეზე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა თუ შენ ტოპ 10-ში ხარ, ან თუნდაც ტოპ 20-ში. რა თქმა უნდა, ესე იგი ძალიან ძლიერი ბრენდი გაქვს. ქვეყნები ამ შემთხვევაში მარტო ტურიზმით ვერ აღწევენ ამ ქვეყნის ბრენდინგის ესეთ პოზიციონირებას, ამაში დიდი წვლილია ქვეყნის ეკონომიკასაც და ქვეყნის გავლენას მსოფლიო პოლიტიკურ მასშტაბებს. კი ბატონო, ჩვენ საუბრობდით სანამ ჩაწერას დავიწყებდით და შვეიცარიის მაგალითი ახსენე შენ და ჩემთვის რაღაც ძალიან ჩამრჩა ეს და მინდა რომ გავშალოთ ეს თემა. რა ქმნის რეალურად ქვეყანას ბრენდად, რა აქცევს? კი, აი ხა დეტალურად რომ გავყვეთ, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია სანამივალ ტურიზმი და ზოგადად ბრენდინგი. მოდი შევხედოთ ეკონომიკურ რიცხვებს. და მივხვდებით რომ ეს მარტო მარკეტინგული თემა არ არის, ეს ეკონომიკის თემაა. მსოფლიო ტურიზმში, მსოფლიოს ეკონომიკაში ტურიზმს აქვს 10%. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 12%-მდე. აქვე აღსანიშნავია რომ მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის ბუმია ბოლო წლებია, გასულ წელს ყოველი მესამე დასაქმებული მოდიოდა ახალი დასაქმებული მოდიოდა ტურიზმის სექტორზე. ანუ დასაქმების თვალსაზრისით მსოფლიოში ეს უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელია დღესაც. ბევრ სექტორებს მოიცავს, ხო, მომიჯნავეს, რასაც ახდენს გავლენას. საქართველოში 12% ეკონომიკის ნიშნავს, რომ საქართველოს ფაქტობრივად ეკონომიკური ერთ-ერთი ძლიერი ლოკომოტივია. შვეიცარიის შემთხვევაში, როგორც შენ თქვი, 3%-ია ეს ეკონომიკის, რაც ნიშნავს, რომ იმდენად დივერსიფიცირებულია სხვა სექტორები, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ტურიზმი არ არის, თქვათ, იაფი ტურიზმი ეკონომიკურ მთლიან მასშტაბში 3% აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ 12% ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, იმიტომ რომ გვაქვს დიდი ქვეყნები, სადაც 16%-ს აღწევს, მაგალითად დიდი ეკონომიკის ქვეყანა, ისეთი როგორც არის ესპანეთი, 16-17%-ია. ხორვატიის შემთხვევაში 12%. ანუ აქ ამ შემთხვევაში პროცენტზე მეტად უნდა კონცენტრირდეთ, რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ ზოგადად ტურიზმს, იმიტომ რომ ტურიზმს ჩვენ ხშირად აღვიქვავთ მარტო შემოსულ ვიზიტორი და მისი დანახარჯები, მაგრამ ამ დანახარჯების სტრუქტურამდე სანამ მივალთ, რაში ხარჯავენ. მნიშვნელოვანია აღვიქვათ, რომ ტურიზმი ფაქტობრივად არის ცოცხალი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ პირველი რაც ტურიზმს მოაქვს, ეს არის ცოდნა. და რა ცოდნა. ეს არის მომსახურების სფეროს სტანდარტები, ეს არის თვითონ ქვეყნის გაცნობა, თვითონ მოქალაქეების მიერ, ეს არის ენების ცოდნა, ეს არის ტექნოლოგიების ცოდნა და სხვადასხვა განვითარება. ანუ ეს არის ერთ-ერთი ცოცხალი უნივერსიტეტი, ასე ვთქვათ, მუდმივი სწავლების ორგანიზაცია. შემდეგი ეს არის ტექნოლოგიები. იგივე ტექნოლოგიური განვითარებას აჩქარებს ზუსტად ტურიზმი, იმიტომ რომ მომხმარებელი და კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე არ ჩერდება მარტო საქართველოში, ანუ საქართველოში მაგალითად კომპანია კონკურენტ bez თუ უყურებს რომ ის როგორ ვითარდება, მე დავხარჯო მეტი თუ არა, უცხოეთის შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარი სადაც ტურიზმია, სადაც 199 ქვეყანა იწვის თუ 203. შესაბამისად ეს მნიშვნელოვანია ჩვენ იმ ტენდენციებს ავყვეთ და გვინდა არ გვინდა ამ ტექნოლოგიებს ნერგავთ. შემდეგი ეს არის აი თუ დააკვირდებით მაგალითად კულტურა და ხელოვნება ქართული. ქართული სუფრის და საკვების, ასე ვთქვათ, მოდერნიზება, განვითარება საეჭვოდ ემთხვევა ტურიზმის განვითარების დასაწყის საქართველოში, იმიტომ რომ ზუსტად 15 წელია, ხო, ალბათ. ზუსტად 15 წელია, რაც საქართველოს ბრენდის ჩამოყალიბება დაიწყო. ანუ საქართველოში ეს ბევრი თემა, რაც დაიძრა მიბმულია ტურიზმთან დაკავშირებით. დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა საქართველოს ჯორჯიაზე, ასე ვთქვათ, შტატ ჯორჯიაზე ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში. აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მაგალითად ჯორჯიაში, სადაც 179 მილიონი ვიზიტორი იყო, მხოლოდ 3-ჯერ მეტია დასაქმებული ტურიზმის სექტორში. იმიტომ რომ ეს არის ერთ მცირე ლოკაციაზე, ანუ ძირთადად ატლანტაზე ორიენტირებული და უფრო ხარჯეფექტურია. შესაბამისად, თუნდაც რომ ავიღოთ ხარჯებში, საქართველოში ბევრად სხვა ფასები უნდა იყოს სერვისი. ნიკო ჯორჯიას მე დავუბრუნდეთ და აი ახლა მაინტერესებს შენგან
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს როგორი ქვეყანა არის ტურისტებისთვის, როგორც ბრენდი, რა ასეძებენ, რა მოლოდინებს იქმნიან საქართველოსთან დაკავშირებით და მერე რა უმართლდებათ და რითი უცრულდებათ იმედი. ხო, საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანია რაც საქართველოს ასე ვთქვა ტურისტული პრომოუშენი მიმდინარეობს, დღესდღეობით აქვს არაერთი სტრატეგია და კარგი სტრატეგიები, მინდა ვთქვა, აქვს ბევრი პროდუქტები, მრავალფეროვნება, თუნდაც ავიღოთ და იგივე ველური ბუნების საქართველო, იგივე მარადიული ქრისტიანობის საქართველო, ღვინის და სუფრის საქართველო, ჰიპსტერული თბილისიც კი გვაქვს და ბათუმური რივიერაც. ზამთრის კურორტებზე ხო საერთოდ აღარ ვსაუბრობ, ზამთრის ტურიზმით საკმაოდ, ანუ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროდუქტი და რამდენად არის აი მანდ მივიდივარ, რომ აი ჩვენ ახლა ყველაზე მეტად ალბათ რაშიც გვაქვს შეფერხება, ეს არის ერთიანი სისტემა, ანუ როგორც Android-ი და iOS-ი არის, ანუ სადღაც სივრცე, სადაც სტრუქტურირებულად და სისტემურად მუშაობს ყველა აპლიკაცია. ამ შემთხვევაში პროდუქტები, ქვეყნის პროდუქტები რომ ავიღოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს მაგარი მსახიობები და არ ყავს რეჟისორი. სამწუხაროდ ესეთი სიტუაცია და ეს რეჟისორის არ ყოლა არ არის დამოკიდებული, რომ მაგალითად ან სახელმწიფო არ აკეთებს თავის გასაკეთებელს ან რამეს. აი სოფლიო ბრენდინგში წარმატებულ მაგალითებს თუ ავიღებთ, თუნდაც აი შვეიცარიას ვახსენებთ, ან ყველაზე წარმატებული ქვეყნის ბრენდინგში, რა თქმა უნდა, ბრენდი USA არის. ბრენდი USA-ის მთელი დაფინანსება მოდის შემდეგ ორგანიზაციებს. ეს არის ტურისტული მოსაკრებელი, რომელსაც ტურისტი იხდის. ეს შედის და აძლიერებს. კი, ერთი ეს წყაროა, მაგრამ თითქმის ამდენივე უფრო მეტი თუ არა, ეს არის თვითონ კომპანიების ინვესტიციები და მართულ საბჭოში ბრენდი USA-ში ძირითადად არიან American Airlines-ის და ასე შემდეგ თვითონ ამერიკული კომპანიები, ანუ თვითონ ამერიკული კომპანიები ხარჯებიან ამ მიმართულებით. შვეიცარიის მაგალითი რომ ავიღოთ, შვეიცარიაში არის 50-50 სისტემა, ანუ ნიშნავს რომ სახელმწიფო 50% დებს და 50% დებს დანარჩენი კომპანიები, შვეიცარიული ბრენდები და შვეიცარული კომპანიის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ ერთიანი სისტემის მნიშვნელობა და ერთიანი სისტემა რას ნიშნავს? თქვენ აიღებთ ნებისმიერ შვეიცარულ ბრენდს დაწყებული შოკოლადიდან, გაგრძელებული საათით, ბანკით თუ ასე შემდეგ, ყველგან წარმოჩენილია ერთი ხაზი, რომელიც ერთიანდება და საბოლოო ჯამში მომხმარებელს უყალიბებს წარმოდგენას, რომ შვეიცარია არის მაღალი ხარისხის, სანდო და ხარისხიანი ქვეყანა. დაჟე ესეთი სიტყვაც კი აქვს sustainable და Swissness, ანუ რომელიც გამოხატავს ამ შვეიცარიულ ბრენდს, მაგალითად საათი აჩვენებს მთას, ან ბანკი აჩვენებს მთას, არა იმიტომ რომ მთა წარმოაჩინოს ალპები, არამედ წარმოაჩინოს ერთიანი კომუნიკაციის ხედვა და ასოციაცია საათზეც, ბანკზეც და ვთქვათ შვეიცარიულ ფარმაცევტიკაზეც მომხმარებელს ჩამოყალიბდეს, რომ ეს არის სისუფთავე, სანდოობა, მარადიულობა, ტბა, გამჭვირვალობა და ასე შემდეგ. ყველა საუბრობს ერთ ენაზე და ერთის ძლიერი ბრენდი შვეიცარია აძლიერებს თავის ცალკეულ პროდუქტებს და ეს ცალკეული პროდუქტები თავიანთი კომუნიკაციის აძლიერებენ შვეიცარიის ერთიან ბრენდს. დაახლოებით ასე. ფაქტობრივად რომ ვთქვათ, შვეიცარიული ბრენდის, ანუ სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში რეალურად მინიმალური რჩება, ანუ ფაქტობრივად დადის რაღაცა ამ ყველას გაერთიანების და კომუნიკაციაში გადატანის, ერთიან კამპანიაში გადატანის თემაში. დანარჩენს ყოველდღიურ კომუნიკაციას თვითონ ეს ბრენდები ახორციელებენ და საბოლოო ჯამში ვიღებთ შვეიცარულ მაგალითს. ანუ გერმანიის შემთხვევაში შეიძლება აწლეულები საერთოდ არ აკეთოს კამპანია თვითონ გერმანიის ხელისუფლებამ და საბოლოო ჯამში ყველას თავში მაინც გვექნება, რომ ეს არის ინჟინერიის, დახვეწილობის და ასე ვთქვათ, გერმანული ხარისხის ქვეყანა. ან თუნდაც იაპონია ყოველთვის ჩვენთვის ასოცირდება Toyota-სთან, Sony-სთან, Uniqlo-სთან და ასე შემდეგ და იმ რიტუალებთან, რომელიც იაპონიასთან არის დაკავშირებული. ნიკო, ჩვენ რა გვაკლია მაგისთვის? ბაზრის სიმცირე ხო არ განაპირობებს მაგას, რომ თვითონ კომპანიებიც რაღაც ვერ აძლევენ თავისუფლებას ფინანსურად. ტურიზმი ამ შემთხვევაში უფრო ფართო ბაზარზე იძლევა შესაძლებლობას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ყველა სამიზნე ქვეყანა საქართველოზე დიდია მეტნაკლებად და შესაბამისად ბაზარი დიდია. ამ შემთხვევაში პრობლემა არის ბაზრის სიახლე.
ანუ ამერიკაში ან შვეიცარიაში დიდი მოთამაშეების არსებობა ეს არ არის ერთი დღის შედეგი, ეს არის ამერიკაში და ევროპულ კულტურაში, ბიზნეს კულტურაში განსაკუთრებით ეს ძალიან აქტიურია mergers and acquisitions, ანუ შერწყმა გაერთიანების საკითხი. საქართველოში დღეს გვყავს 4000 ფაქტობრივად ერთკაციანი ან ორკაციანი ტურისტული კომპანიები, რომლებსაც თვითგადარჩენაზე უწევთ ან უკეთეს შემთხვევაში რაღაცა სტაბილურ მაჩვენებლებზე არიან გასულები. ასევე გვყავს რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი, ავიახაზები, მაგრამ გვყავს აქტიური დიდი კომპანიები, ექსპორტიორები, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ ერთმანეთს შეავსებენ პირობითად ქართული რაღაცა ღვინო. შენ ფიქრობ, რომ რაღაც გაერთიანებას, ბიზნესი, გადიდებას, გაძლიერებას. კი, ანუ ეს 4000 კომპანია აუცილებლად უნდა იქცეს რაღაცა რაოდენობის მცირე. აი ჩვენ დაცულ ტერიტორიების სააგენტოში ერთად მუშაობდით და ანალიზს რომ ვაკეთებდით ორგანიზებული ტურისტული სააგენტოებისაგან დაცული ტერიტორიების 1,200,000-იან ვიზიტორში 11%-მდე აღწევდა ყველაზე პიკის შემთხვევაში. ანუ ეს მანიშნებელია, რომ იმდენად მცირე ეს და ამ 11%-დანაც ნახევარზე მეტი 70%-მდეც კი ხშირად მოდიოდა რამდენიმე მსხვილ მოთამაშეზე, 2-3 მოთამაშეზე. დანარჩენი იყო მცირე მოთამაშეები. ანუ ეს ბაზარი უნდა გაერთიანდეს პირობითად დიდი კომპანიები შეიქმნას, იმიტომ რომ ამის გარეშე ფაქტობრივად დღეს გვაქვს დიდი, კარგი სტადიონი. მაგრამ არ ყავს მოთამაშეები. მოთამაშეების გარეშე ფეხბურთს ვერ მოვიგებთ, ასევე ვერ მოვიგებთ ქვეყნის ბრენდინგს. ანუ ეს ყველა ერთად უნდა თამაშობდნენ და ერთად უნდა იცავდნენ და ესხმოდნენ, ასე ვთქვათ, თავს მოწინააღმდეგეს. შესაბამისად, ხო, კონკურენტი ბევრი გვყავს. კონკურენტი ბევრი გვყავს და კონკურენციაში შე როგორც აღნიშნე პატარა ბაზრის თემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ კონკურენციაში იგებს რესურსები. ამ რესურსებში შეგვიძლია პირველ რიგში მოვიაზროთ ფინანსები, ადამიანები და ტექნოლოგიები. დანარჩენი ორი რომ არ კონდეს და მარტო ფინანსები კონდეს, ადრე თუ გვიან იმ დანარჩენს მოაგვარებთ. რამენაირად. მაგრამ ადამიანები თუ ყავს და ტექნოლოგიები, აი ფინანსურ დანაკლის სის გარეშე ვერაფერს ვერ გახდები. ანუ ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ ფინანსურად ძლიერი მოთამაშეები ბაზრისთვის აუცილებელია. იგივე შვეიცარულ მოდელზე ან პორტუგალიურ მოდელზე დღეს რომ გადავიდეთ ან გერმანულ მოდელზე ან ამერიკულ მოდელზე, დღეს საქართველოს რეალურად მაგიდასთან დაждდება 5-6 მოთამაშე მსხვილი და სახელმწიფო, რაც დამაზიანებელი იქნება იმ მცირე კომპანიებისთვის და ეს ადრე თუ გვიან მოგვიწევს. იმიტომ რომ ერთი რომ გაიზრდება ბიუჯეტები, მეორე ეს კომპანიების მიდგომები საქართველოს ბრენდის სარგებლობით უფრო ინტერესს შემოიტანს და საბოლოო ჯამში ჯობია რომ ეს 4000 გაფართოვოთ, გაძლიერდეს, გაერთიანდეს რამდენიმე კომპანიათან თუნდაც ასეულად, რომ რეალურად ქვეყანაში შემოსული ტურისტების 30% მაინც მოდიოდეს ამ მოთამაშეზე და დარწმუნებული ვარ ეს 4000 რომ გაერთიანდება, ახალი 4000 გაჩნდება და ბაზარს ამით უფრო გავზდით. ნიკო, დაცული ტერიტორიები ახსენეთ და მე არ შემიძლია რომ არ შევეხო ამ თემას. შენი ხელმძღვანელობით რებრენდინგი გაუკეთე იმ სფეროს, რითაც საქართველოს იწონებს თავს, ხო, ყველაზე მეტად ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში რითაც ვიწონებ თავს, ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება. მოდი ეს გავშალოთ, როგორ შეწელი რა გეგმა დაისახე და მე აღსრულების მექანიზმები როგორი იყო და როგორ შეძელი რომ რაღაც დაცული ტერიტორიები გექცია ეროვნულ ბრენდად, რომელიც გახდებოდა ძალიან რაღაც ხელშესახები, იყოლებოდა ბევრი ვიზიტორი და ეს წარმატების кейსი რომ მოუყვეთ. იმიტომ რომ არ არის ბევრი წარმატების кейსი სახელმწიფო ორგანიზაციებში, ხო, ვთქვათ რომ მომგებიანი გახდეს და ეს რა სქემით შევძელით რომ განგვეხორციელებინა. საბედნიეროდ ქართულ რეალობაში სახელმწიფო წარმატების кейსები არ არის იშვიათი, იგივე ის რაც დღეს ტურიზმის სექტორი არის საქართველოში, ერთ-ერთი უმეტეს დამსახურება ზუსტად სახელმწიფო სექტორების არის ტურიზმის ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების და ტურიზმის დეპარტამენტის და ასე შემდეგ. ერთ-ერთი როლი იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ადმინისტრაციისგან და დეპარტამენტისგან განსხვავებით, რომლებიც ფაქტობრივად დღეს არიან
უფრო პოპულარიზაციის სააგენტოები, იმიტომ რომ მათ არანაირი რეალური ბერკეტი არ აქვთ არც ბაზარზე ზეგავლენის, არც ყოველდღიურ საოპერაციო ქმედებებში ჩართვის, მათ პროდუქტი არ აქვთ რეალური, ხო, პროდუქტს ვერ მართავენ. კი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს განსხვავება ის იყო მთავარი, რომ ჩვენ პროდუქტიც გქონდა, ამ პროდუქტზე ზეგავლენაც გქონდა და ხარისხზეც და ყველა მასჩვენებელზე ჩვენ ვიყავით, ასე ვთქვათ, მფლობელები. იყო ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც დაცულ ტერიტორიებს ახლავს, ეს არის ერთის მხრივ აერთიანებს ადმინისტრაციულ სადამსჯელო ორგანიზაციას, რომელიც ებრძვის ბრაკონიერებს და ასე ვთქვათ, იცავს ქართულ ბუნებას, ეს არის მისი პირველი ამოცანა, რომელზეც უარს ვერანაირად ვერ იტყოდა დაცული ტერიტორიების სააგენტო და მეორე ეს არის ასე ვთქვათ, welcoming-ი, ანუ გახსნილი ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც არის ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები და ასე შემდეგ. საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში, რომ შევისწავლეთ და ჩვენი რებრენდინგი გახორციელდა ორი მიმართულებით. ერთი იყო, რომ შევქმნით ორი ბრენდი, ეს იყო დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო მიმართულებით კომუნიცირებდა და მეორე იყო ეროვნული პარკების ბრენდი, რომელიც წმინდად ეკოტურიზმის და რეკრეაციულ ტურიზმზე ორიენტირდა. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი ფაქტორი, რომ ფაქტობრივად ეს მინი ქვეყნის მოდელი შევქმნით, ანუ ჩვენ შევქმნით iOS-ი, ან Android-ი, სადაც იყო ორი აპლიკაცია და ეს წარმატებულად მართეთ წელიწად ნახევარში ამ ცვლილებებიდან ჩვენ გქონდა ზრდა ორჯერ, ანუ 600,000-დან 1,200,000-მდე ვიზიტორზე ავედით და 3,200,000-დან თუ 2,900,000-დან 11,900,000-ზე ავედით შემოსავლების ნაწილში. ეს ასე ვთქვათ, ძალიან უნიკალური შემთხვევაა. თუნდაც ამერიკულ შემთხვევაშიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია და აქვე სიამაყით ვიტყვი, ასე ვთქვათ, ჩვენი გუნდის სიძლიერის, რომ ჩემი ხასიათი იცი, რომ მუდმივად მივყვები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სიახლეებს და ჩვენ როცა რაღაცას ვაკეთებდით, პარალელურად ემთხოვოდა, რომ ერთი დღით ადრე ან ერთი კვირით ადრე ან ერთი კვირით გვიან ამერიკის ეროვნული პარკები, რომლებსაც გაცილებით რა 100-ჯერ მეტი შესაძლებლობები აქვს, ფინანსური და ადამიანური და ყველანაირი, იგივე საკეთებდა. აი თუნდაც მაგალითად ამერიკის ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო პირველი ორგანიზაციები მსოფლიოში, ვინც 360 გრადუსიანი მოგზაურობები გააკეთა თავის ტერიტორიაზე. ამერიკის ეროვნულმა პარკებს ეს Google-მა აჩუქა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენით გავაკეთეთ ქართული რესურსებით. ჩვენ ვინ ვიპოვეთ? ვიღაც სტარტაპერი ბიჭები, მგონი. საინტერესო რომლებიც დღესაც აგრძელებენ ამ საქმიანობას და ძალიან მნიშვნელოვანია მან რესურსები და აი რაღაც არარსებული და ისეთი მინიმალური რესურსებით ვაკეთებდით ეს 2017 წელს. 2017 წელს და ის კამპანიები, ის კლიპები. VR-ი მაშინ იყო ძალიან იშვიათი თემა და გამოფენებზეც გამოფენებზეც არ იყო და მე რაღაც შარშან ვიყავი, მე მგონი ITB ბერლინზე და იქ აი დუბაის სტენდზე ვნახე ეს VR-ი და მეთქი ეს ჩვენ 2017 წელს გვქონდა საქართველოში. ხო, ძალიან სასიამოვნოა. ეს მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ მინდა აღნიშნო, რომ ამ ბაზარზე, მარკეტინგის ბაზარზე ვარ ბევრი წელია. 17 წელზე მეტი 20 წლამდე. ნიკო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთანაც მუშაობდი, როგორც მახსოვს, ხო? 2010-დან. ფაქტობრივად აჭარის ბრენდი, ანუ ბათუმის ბრენდი. Go Batumi ბრენდი რომ იწყებოდა, იქედან მოყვები, ასე ვთქვათ, ამ ტურიზმის სექტორს, მარკეტინგის, სტრატეგიის, ბრენდინგის სექტორს და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტები შეიძლება თეორიულ და კრეატიულ ნაწილში არათუ არ ჩამოვარდებოდნენ, არამედ შეიძლება ასწრებდნენ ბევრ უცხოელ ანალოგ სპეციალისტებს. ჩვენი პრობლემა, ბაზრის პრობლემა, ასე ვთქვათ, მაგალითად სხვა კომპანიაში წელიწადში თუ არის 20 მილიონი ან 200 მილიონი საკომუნიკაციო ხარჯები, ჩვენ შემთხვევაში ეს სავარაუდოდ ორ კომპანიაზე დავა ქვეყნის მასშტაბზე, ვისაც ამხელა მასშტაბი იქნება. ანუ პრაქტიკაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ ყველა დამფუძნებელს ან დირექტორს ვეთხოვდი, რომ თუ ხედვებით და იდეებით კამერაში იყურეთ და ისე მიმართ. თუ ხედვებით და იდეებით ემთხოვით თქვენი მარკეტინგის და ბრენდის ხელმძღვანელს, ვფიქრობ, რომ ღირს ექსპერიმენტები, იმიტომ რომ მათი შესაძლებლობები დარწმუნებული ვარ, ბევრად მაღალია, ვიდრე თუნდაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის იმაზე თუნდაც ოდნავ მეტი გამოცდილების მქონე ადამიანების და ბევრი მისაუბრია თეორიაზეც, კრეატივზეც, მაგ ამბავში არ გვიჭირს. კარგი.
საქართველოს ბუნების რებრენდინგი უკვე გააკეთე. აი ეხლა ქვეყნის რებრენდინგს რომ მივადგეთ, შენ რითი დაიწყებდი და როგორ ხედავ, როგორც ბრენდ საქართველოს? საქართველოს გვაქვს ძალიან ბევრი უნიკალური თემა, უკვე ვთქვი, სხვადასხვა მიმართულებები. საქართველოს აქვს უნიკალური ბუნება, ღვინო, სუფრა, ისტორია. მაგრამ ცალკე რომ ავიღოთ, პირობითად ღვინოს ბურგუნდიაშიც დალევ. ბუნებას ალპებში და მთებს ალპებშიც ნახავ. ისტორიას ანატოლიაშიც გაეცნობი, მაგრამ საქართველოს აქვს ისტორიული თანდაყოლილი სტუმარ-მასპინძლობა, რომელიც 1000 წელზე მეტია საქართველოში გრძელდება და გვაქვს ესეთი უნიკალური სიტყვა, რომელსაც სტუმარს გამოვხატავთ. ეს არის სტუმარი ღვთისა. სადაც ჩვენ კულტურაში სუფრაზე ერთიანდება ბუნების სიდიადე, ჩვენი რელიგიური, ასე ვთქვათ, სიძლიერე და იდენტობა, ჩვენი კულტურა, ტრადიცია და ყველაფერი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. და ფიქრობ, რომ სამუშაო არის, რომ ეს სუფრა როგორ შეიძლება გადავიტანოთ, სუფრა და ეს სტუმრისადმი დამოკიდებულება ყოველდღიურ პრაქტიკაში, სასტუმროში, რესტორანში, სხვადასხვა ადგილებში. იმიტომ რომ ჩვენ რომ კონკურენციაში შევიდეთ, მაგალითად ხარისხობრივ თემაში, ხარისხი ჯერ ძალიან ინდივიდუალური პირობითი საკითხია, იმიტომ რომ პირობითად არსებობს 7 ვარსკვლავიანი, 6 ვარსკვლავიანი სერვისებიც, რომელშიც რომ ვიღაცას გავეჯიბროთ, შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს და ვერ მოვიგოთ, მაგრამ ჩვენ თუ დავპირდებით იმას, რასაც რეალურად მიიღებს, ანუ რაც გამოიწერე, ის ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ცდომილება, იგივე თუნდაც ავიღოთ, რომ ჩვენ მანქანების შემთხვევაზე რომ ავიღოთ, რომელი უკეთესია, რა ვიცი. თუნდაც ერთი კომპანიის შემთხვევაში Toyota უფრო ხარისხიანია თუ Lexus-ი. ხო, აი ვერ ვიტყვით, მაგალითად ან ეს ბრენდი უფრო ხარისხიანია თუ Honda და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ შევედით ხარისხობრივ ჭიდილში, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს რომ წავაგოთ. იგივე ძნელი მოსაგებია. დიახ, ჩვენ თუ ხარისხობრივ კონკურენციაში შევედით, ხარისხობრივი კონკურენცია ძალიან პირობითია, როგორც უკვე აღნიშნეთ. აი მაგალითად ჩემთვის რომ ავიღოთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ისთვის თუ არა 100%-ისთვის, კვარაცხელია მსოფლიოში არათუ საუკეთესო ვინგერი, არამედ საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ ამაზე მსოფლიოში აუცილებლად გაიყოფა აზრი და იქნება მსჯელობა. ზოგისთვის ერთი იქნება, ზოგისთვის მეორე და ასე შემდეგ. რას გვთავაზობ? მაგრამ ჩვენ თუ ავიღეთ პირობითად, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა 3,5 მილიონი მოსახლეობით, რომელსაც ერთდროულად ყავს კვარაცხელია, მერაბდვალიშვილი, ილია თოფურია და სხვა ესეთი ტოპ ფეხბურთელები, სპორტსმენები ამ პატარა ქვეყანაში, მეცნიერები და ასე შემდეგ, ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უნიკალური პოზიცია მოვიგოთ. ანუ არ შევიდეთ იმაში, რაშიც შეიძლება სადავიღოთ, არამედ იმაში, რაც აუცილებლად მოვიგებთ. ანუ გარანტირებული მოგების პოზიცია ავიღოთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თემა ის, რომ სხვადასხვა ბევრი პროდუქტი გვაქვს, ეს ძალიან სიძლიერია ესეთი პატარა ქვეყნისთვის, ისევე როგორც ეს ამდენი ოლიმპიელის და ამდენი ჩემპიონის და მაგარი ადამიანის ყოლა, ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა კონცენტრირდეთ რა კონდეს ან არ კონდეს, ყველაფერი უნდა კონდეს, უბრალოდ უნდა კონდეს კიდე დამატებით რაღაც ერთიანი სისტემა და რაღაცის პრიორიტეტიზება. ჩვენ ყველაზე მეტად აი მსმენელსაც ვკითხოთ. მაგალითად, სტუმარ რომ ჩამოსდით უცხოეთიდან. ან შენ მოდი ჩვენ ვიმსჯელოთ. აი ამ ბევრი საქართველოდან, იგივე ველური ბუნების საქართველო, მარადიული ქრისტიანობის, ჰიპსტერული თბილისის, ბათუმური რივიერას და ასე შემდეგ. რომელს ვცდილობ რომ აჩვენო? მე დარწმუნებული ვარ, ერთ კვირაში ვცდილობ რომ ყველა აჩვენო. ყველაფერი ცოტა. ანუ წარმოიდგინე რომ ჩვენ სიტუაციაში ვართ, როდესაც ჩვენ ვერ ვარჩევთ რომელი უნდა იყოს პირველი და ყველაფერი გინდა რომ მოატარო, მაგრამ საღამოები ყოველთვის მთავრდება რაღაც ერთად მეგობრებთან ერთად და სუფრით. კი, ანუ ჩვენ ვერ ვარჩევთ, მაგრამ ჩვენ ამ ვერ გამორჩევაში მაინც მოყვება ერთი მთავარი ხაზი, რომელსაც ვერ ამოვიღებთ და ეს არის ზუსტად ქართული სტუმართმასპინძლობა და სუფრა. უნიკალური თემა. იგივე ჩვენ დავიწყეთ სხვა ქვეყნის მაგალითებზე საუბარი და აქ მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ საფრანგეთში, იტალიაში სუფრა არის
საჭმელიც გემრიელი არის. სიკერძებია, მაგრამ სასმელიც არის. საფრანგეთის შემთხვევაში რომ ავიღოთ სუფრაზე თავარი სტუმარი არის კერძი. საქართველოში? საქართველოს სტუმარი. ასე ვთქვათ, ღვთისწილია. ასევე იტალიის შემთხვევაში რომ ავიღოთ, იქ ძალიან ოჯახური გარემოა, ძალიან ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის სტრუქტურირებული და რიტუალიზებული. იგივე ესპანეთის შემთხვევაში. საქართველოს შემთხვევაში ეს იაპონიის მაგალითი რომ ავიღოთ, იაპონიას აქვს ფანტასტიკური რიტუალები. მაგრამ ეს არის ფორმალიზებული და ფორმა. ანუ ეს არ არის ის შეგრძნებები, რაც საქართველოს შეიძლება მიიღო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. როგორ გამოიყენებს, რანაირად წამოწევს, რომ ეს ყველა ბრენდთან კავშირში იყოს, ეს დიდი მსჯელობის საგანია, როგორც ვთქვით, ეს არ არის მაგალითად ერთი მარკეტერის ან ბრენდ სტრატეგიის თავში მოსახარში თემა. ეს არის სამსჯელო და სადისკუსიო. კი ბატონო. ნიკო, კვარაცხელი ახსენე და მე მინდა ჩაგეკითხო, რა როლი აქვს ასეთ ადამიანებს, ელჩებს, ასე ვთქვათ, უცხოეთში. მე ხა ერთი თვის წინ იტალიაში ვიყავი და რომ ეკითხებოდნენ, საიდან ხარ, საქართველოდან და ვინმე თუ გაჩერდებოდა, მეგრევე კვარა. ძალიან საინტერესო თემა, ძალიან საინტერესო. ესეთი პატარა ქვეყნების შემთხვევაში რა როლი ენიჭებათ ასეთ ცნობილ არა თუ პატარა ქვეყნების შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცნობილი ადამიანები უფრო ცნობილს ხდიან თავიანთ ქვეყანას. და ქვეყანამ როგორ უნდა გამოიყენოს ეს აი? მაგრამ რატო გჭირდება შენ იმის მიწოდება, რომ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხარ? ის ხო არ არის პრობლემა, რომ მაგალითად სახელი ჯორჯია ჩვენ გვეკუთვნის ინგლისურენოვან მსოფლიო ბაზარზე აუცილებლად. თუ ამერიკის შტატ ჯორჯიას, რომელიც ჩვენზე ტერიტორიით კი მხოლოდ 2-ჯერ მეტია, მაგრამ ეკონომიკით 24-ჯერ მეტია, ანუ დაახლოებით ტრილიონი არის მისი $1 ტრილიონი ეკონომიკა წლიური. ასევე 179 მილიონი ვიზიტორი ყავს წელიწადში 25 წელს, ჩვენ შემთხვევაში 8 მილიონი. ეს ხო არ გვიქმნის პრობლემას, რომ გჭირდება კვარას დამატება ჯორჯიასთან და ანუ უნიკალურობა ხო არა გვაქვს მაგით წართმეული, რას ფიქრობ? მოვადექით მე მგონი ჩვენი საუბრის კულმინაციურ ეს არის მომენტს. ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც ანუ ჯორჯიას რო იძახით, the country უნდა დაამატო ყველა ვარიანტი. ყველა გაურბის ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია. ძალიან სენსიტიურია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი ჩვენებური დამოკიდებულება სახელისადმი და სახელამდე სანამ გადავალ, მე ვიტყვი პრაქტიკულ მაგალითებს, რაში შეიძლება იყოს პრობლემა. იმიტომ რომ პირად კომუნიკაციაში შენ გიწევს დაკონკრეტება ჯორჯია, რომელი ჯორჯია კვარა. სხვა შემთხვევაში ადრე იყო ჩემ ახალგაზრდობაში პირველად უცხოეთში რომ გავდიოდი, შევარდნაძეს ვიძახდი. და ასე შემდეგ. მეტნაკლებად. ხო, ანუ ეს მომენტია, რომ რაღაცა გვჭირდება დავეხმაროთ მიგნებაში. და ეს უკვე ცუდია. ეს უკვე დაბნეულობას იწვევს, იმიტომ რომ ერთია რომ პიროვნულ საუბარში რაღაცას აუხსნი, მაგრამ როდესაც წარმოიდგინე ვარ უცხოელი მოგზაურობის მსურველი და ვეძებ ჯორჯიას. ციფრულ სამყაროში. Google-ის შემთხვევაში პირობითად რომ ავიღოთ უნიკალურ საძიებო სიტყვას Google Edge-ში შეიძლება ერთი კლიკის ფასი იყოს 30 ცენტიდან ან 15 ცენტიდან 30 ცენტამდე. მაგრამ როგორც კი ჯორჯიას ჩაწერ, Travel Georgia, Visit Georgia რაღაც ესეთ თემებს, ფასი აუცილებლად ადის $15-ზე, $25 და ასე შემდეგ, რაც ფაქტობრივად გამოუყენებელს ხდის. ანუ ერთი კლიკი, ანუ ეს კიდვაც არ არის, ანუ ერთი კლიკია. კი, მე სასტუმრო შემთხვევაშიც მქონია მსგავსი გამოცდილება. ამიტომ ეს Google-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავიტანოთ ტელემედია ან ბლოგის ან სხვადასხვა კომუნიკაციების შემთხვევაში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ის უკვე ჩვენ აღარ გვეკითხება, იმიტომ რომ ის მიუხედავად იმისა, რომ მეც მყავს ჩემი მეგობარი Gemini, Claude, ChatGPT, ის ჩემნაირი პატრიოტი არ არის. და მას ალგორითმებით ანგარიში უყვარს. და ალგორითმებით ანგარიში ნიშნავს, რომ სწავლობს ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას და ამ არსებულ ინფორმაციაში 90% თუ შტატ ჯორჯიაზეა, საქართველოს შემთხვევა ფაქტობრივად დაკარგული, ანუ მეორე ხარისხოვან ინფორმაციებში გადადიხარ. შესაბამისად, ეს სერიოზული გამოწვევაა და ადრე თუ გვიან ამაზე მოგვიწევს საუბარი და თან სახელზე როცა ვსაუბრობთ, აქვე ხაზს გაუსვამ, რომ საქართველოს დღეს ქვია 5 სახელი. საქართველო ქართულად, ჯორჯია, გრუზია, ჯორჯია, იაპონია, კორეის თემაში და გურჯისტანი. ანუ ჩვენ 5 პარალელურ რეჟიმში გვიწევს დღეს მუშაობა.
ნიკო, მინდა მივხვდი საითკენ ვიყავს ლაპარაკი მივხვდი და რას დაარქმევდი შენ საქართველოს? სანამ რას დავარქმევდეთ, მივიდოდ მაგალითად გავიხსენოთ ჩეხეთის ამბავი, რომელმაც 2016 წელს შეცვალა სახელი და უпростоრად მეორე სახელად დაირქვა ჩეჟია. იგივეა მაგალითად გერმანის ეძახით, ადგილობრივები დოიჩლანდს ეძახიან. ფინლანდს, მთელი მსოფლიო ფინლანდს ეძახის, მაგრამ თვითონ სოუმის ეძახიან. 22 წელს თურქეთმა იცი რომ სახელი შეცვალა? არა. ვისთვის? ინგლისურად თურქეთი როგორ არის? Turkey? რას ნიშნავს? ანუ ეს არის ფრინველი სახელწოდება, ან ინგლისურ სლენგში უფრო უხეში გამონათქვა. შესაბამისად 22 წელს შეცვალეს და დღეიდან 22 წლიდან შეუძლია მაყურებელს შეამოწმოს, ქვია თურქია. გავიგე, მე ჩემამდე არ მეუღწევი ამ ინფორმაციას. ხო, იმიტომ რომ ჩვენთვის თურქეთია და ჩვენთან ეს ენობრივი პრობლემა არ იყო. აქტიურად იყო ჩაბმული გიგანტი თურქული ბრენდები დაწყებული Turkish Airlines-დან ყველა ამ ბრენდის პოპულარიზაციაში და დღეს ქვია თურქია. საქმეზე გადავიდეთ. ნიკო, რას დაარქმევდი საქართველოს? მოდი ავიღოთ სახელი საქართველო. რას ნიშნავს საქართველო? ფონეტიკურად რომ ავიღოთ, რა არის? სა და ო. ანუ ეს არის წინსართი და ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს ადგილს, სადაც საქართველოები ცხოვრობენ. ეხლა ავიღოთ ევროპულ შემთხვევაში, ევროპულ, ინდოევროპულ ენებში, როგორ გამოიხატება ადგილი იმ ხალხის მაცხოვრებელი, მაგალითად იტალია. ანუ ადგილი, სადაც იტალიელები ცხოვრობენ. იგივე ავიღოთ მაგალითად ალბანია, ხორვატია. ანუ ეს გამოხატავს რომ იმ ხალხის ადამიანები ცხოვრობენ. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ რომ უბრალოდ მაგალითად ავიღოთ და საქართველოს გაევროპულობა მოვახდინოთ სახელში. და ქართულად იყოს საქართველო, ხოლო ინგლისურად და ამ ქვეყნებისთვის იყოს ქართველია. ქართველია. საქართველო რატო არ მოგწონს? ჯორჯია გავიგე რატო არ მოგწონს? არა, საქართველო არ მომწონს, არა, საქართველო ძალიან მომწონს. ამას ანონსში გამოვიდა. ძალიან მოწონს და მიყვარს და ჩემია. ამ შემთხვევაში აქ საუბარი არის საერთაშორისო სახელდებაზე და არა ჩვენ სახელდებაზე. ჩვენ შემთხვევაში საქ რომ ავიღოთ, სოფლიოში ძირითადად ინგლისურ ენოვან ბაზრებზე, ევროპაში და ამერიკაში ანტი-ბრენდ კამპანიები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რაღაცა ბრენდის სახელი და მერე საქს. ამის ჩართვა მაინც და მაინც არ იქნებოდა პოზიტიური. შეიძლება გატესტვაც, რატომაც არა პირდაპირ საქართველოთი იყოს, მაგრამ საქართველო მაინც უფრო რთული წარმოსამთქმელი მგონია. თან ქართველიაზე ერთი წამი, ქართველიაზე მაგალითად მაგალითი მოვიყვანოთ, ჯორჯიან კვარაცხელია ჯორჯიან ფუტბოლ პლეიერ ორ ქართველიან და ქართველიან ამ შემთხვევაში პირდაპირ გამოხატავს ქართველიან ლენგვიჯის. ეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია და სამეცნიეროდ ოქსფორდია, ჰარვარდია ქართველიან ლენგვიჯის არსებობს. ანუ ჩვენ თანწყობას მოვახდენდით ამ სახელისას ამ სოფლიო რეალობასთან. განწყობილი ვიყავი რომ უნდა მედავა შენთვის, მაგრამ მომეწონა ეს შენი. ქართველიან თან აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ რომ საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. და აქ ამ ეთნიკურების საკითხსაც ალბათ მეტნაკლებად გადავფარავდით. მაგალითად არმენიან, ქართველიან და ასე შემდეგ. ანუ ყველა როგორც ჯდება. კი, ანუ ეს გამოდის აი თავიდან კომუნიკაციის დაწყება როგორია? თავიდან რო ვიღაცას აუხსნი, რომ ჯორჯია რო ვიყავი, საქართველო რო ვიყავი, ხა საქართველო როგორ არის? საქართველო არ იქნება პირველი, უკვე გითხარი, ამდენმა ქვეყანამ შეცვალა, ბოლო იგივე ლიეტუვა და ასე შემდეგ. ეგ არის ყველაზე რთული ამოცანა. ეგ მარტივად რთული ამოცანა რა არის? ყველაზე რთული ამოცანა ალბათ არის რომ საზოგადოების მსჯელობა დავიწყოთ ამის აუცილებლობაზე. იმიტომ რომ ციფრულ ეპოქაში ჩვენ თუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შევედით და სახელი გვექნება ისევ ის, რაც საერთაშორისო ბაზარზე გვაქვს და ჩვენი არ არის, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოაჩინოს სექტორი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამაზე მსჯელობა დავიწყოთ და მე არც თავსდებ რომ ეს ქართველია იყოს ერთადერთი ვარიანტი, ან საერთოდ განხილვადი ვარიანტი, მე უბრალოდ ვთვლი რომ ეს აუცილებლად დასაწყებია. ეს აუცილებლად პრობლემას შეგვექმნის. ციფრულ ეპოქაში ჩვენი თემა იქნება ტურიზმის ამხელა როლი გვაქვს ქვეყანაში. კი ბატონო. ბუნებრივად მოვედით ჩემ შემდეგ. მოგეწონა ქართველია? მომეწონა, ხო ხედავ ვერ შეგედა.
შენ მზად იყავი ევროპული სახელია და ჩვენიანია რა. ხო, არც იკარგება რაღაცა. არაფერი არ იკარგება, ანუ პირდაპირ ეუბნები შენ ეთნოს და ამას ეუბნები მათ ენაზე. ნიკო, ხელოვნური ინტელექტი ვახსენეთ და ხო რაღაც ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩემი აზრით. შენი დღევანდელი საქმიანობაც AI თემებს უკავშირდება. როგორ ფიქრობ, რას შეცვლის AI ტურიზმში? ხო, ხელოვნური ინტელექტი, ესე იგი, როგორც ავის დროზე გლობალიზაციამდე ინდუსტრიალიზაციის შემდეგ დენი და ასე შემდეგ, ყველაფერს უყურებს ადამიანი, როგორც შიშით, ასევე დიდი მონდომებით და დიდი მოლოდინებით. მაგალითად, იმდენად დიდი მოლოდინებით უყურებს საზოგადოების დიდი ნაწილი, ეხლა ChatGPT-ს ჩვენმა მაყურებელმა რომ კითხოს ყველაზე მეტად რას გეკითხებიანო, ტოპ 3-ში გარდა ჰოროსკოპებისა და ასე შემდეგ თემებისა, ამოაგდებს, რომ უმეტესი მომხმარებელი ეკითხება, როგორ დაიწყო სასწრაფოდ ბიზნესი, რომელიც 0 ინვესტიცია დაუჯდება, მილიარდებს მიიღებს ერთ დღეში და ასე შემდეგ. რას ურჩევს ChatGPT? აქ პასუხები ამ კითხვაზე. მეორე თემა არის, რომ ყველა უმეტესობა ვეკითხებით, რომ იცი რა, მოდი გამიკეთე კამპანია. ახლა შენ მარკეტინგის სპეციალისტი ხარ და ზუსტად იცი, რომ კამპანია რომ დაიგეგმოს, რაღაცა მონაცემები გჭირდება, რაღაც საწყისები გჭირდება, ამოცანის ფორმულირება გჭირდება, კრეატიული ბრიფი გჭირდება, ასე შემდეგ. ანუ, რას ნიშნავს, რომ შენთვის ხელოვნური ინტელექტი, ანუ ადამიანისთვის ვინც იცის, ხელოვნური ინტელექტი ხდება ამაჩქარებელი. ამაჩქარებელი და უფრო დამხმარე საშუალება. რა თქმა უნდა. კამპანია დამიგეგმე, ჩემზე უკეთესი იდეები ჯერ ჩემთვის არ შემოუთავაზებია. უბრალოდ ძალიან მეხმარება, რომ მალე მოვიძიო ინფორმაცია, კონკურენტების ანალიზი გავიკეთე. წერა მკლავს. მაგრამ რომ ველაპარაკები და ის მიწერს, არის ფანტასტიკური, იმიტომ რომ ნაწერში გასწორება იოლია და კორექტირება და შენზე მორგება. ანუ ის რაზე ჭირდებოდა 1 თვე, ეხლა მჭირდება, 1-5 წუთი. და მე იმ აზრის წაკითხვა და გამოტანა. აი ხო უყურე ამერიკელების მაგალითი რომ ავიღოთ, ამერიკა მარკეტინგის დედაქალაქი, სამშობლო, ჩემპიონთა ლიგა და ყველაფერია. აი არსად არ ხდება ისეთი კონკურენცია როგორც ამერიკაშია და შესაბამისად არსად არ არის მარკეტინგი, PR-ი და ეს სხვაგან ისეთ დონეზე როგორც ამერიკაში. რატომ მომყავს ამერიკის მაგალითი? რა შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა ამერიკაში, ამერიკულ კომპანიებში რეალობაში? რეალობა შეცვალა ის, რომ სოციმედიამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ადრე კომპანიებს თუ ქონდა სეზონური, ასე ვთქვათ, ფუფუნება, გვეკეთებინა სეზონური კამპანია, ანუ წელიწადში 4 კამპანია, ანუ 2 კამპანია. ეხლა რომ შეხედო ამერიკულ კომპანიებს, ფაქტობრივად 2 კვირაში ერთხელ ახალ კამპანიას იწყებენ. რატომ? ერთი რომ მონაცემები ციფრული აქვთ და ანალიზს ძალიან სწრაფად აკეთებენ, მეორე ინსტრუმენტები უკვე, ასე ვთქვათ, მორგებულია და უფრო სწრაფია. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის ეპოქა გააძლიერებს მე ვენახეს, რომელიც 30 წელია ვენახშია და მან შეიძლება მას უკვე საბაზისო დიდი ცოდნა აქვს და ამ ინსტრუმენტს კარგად გამოიყენებს, გააძლიერებს იმ ადამიანს, ვისაც ესმის თავისი პროდუქტი და ბიზნესი და ესმის თეორია. თეორიაში ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, რომ MBA-ის ის კონდეს ხარისხი. აქ საუბრობ, რომ ბიზნეს სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა საჭიროებები აქვს. ეს საჭიროებები როცა გესმის, ამ ინსტრუმენტს ბევრად კარგად იყენებ და ბევრად გაჩქარებს პროცესებში და ბევრად ეფექტურია. თუ არა, სიცარიელი შემთხვევაში, აი როგორც თქვით რა, რომ ეხა რომ მკითხო, რომ დამიგეგმე კამპანია, ვარ შეპესე რაღაცა X-ი და დამიგეგმე კამპანია. მეც და რომ მკითხავ, იგივეს მოცემს, შენც რომ მკითხავ, იგივეს მოგცემს და ყველა გამოვალთ ეხა LinkedIn-ზე რომ შევიდეთ, Facebook-ზე რომ შევიდეთ, ეგეთ გენერიკულ რაღაცა ბრენდებს ნახავთ მილიონს, რომელიც აი პოსტებიც კი ერთნაირია. შესაბამისად, გრძელი ტირაებით. ხო, გრძელი ტირეები. მან შეიძლება პრომპტშივე უთხრა, რომ ეს არ გამოგიჩინოს გრძელი ტირეები, მაგაზე პრობლემა არ არის. მაგრამ აქ მთავარი თემა არის, რომ რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი, გავიგოთ შინაარსობრივად. ეს არის ალგორითმების ფორმულების ერთიანობა. და როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ თუ არ ვიქნებით ყველა სექტორში, ყველა დონეზე, მაგალითად სასტუმრო ხელოვნური ინტელექტისადმი კითხვადი თუ არ იქნება. მე ვენახე, მეღვინე, ყველა ესეთი სექტორი. სხვათაშორის მე დავიწყე AI ოპტიმიზაცია ნიკოს. მე მომწონს სხვათაშორის მაგადაცემას უყურე, სადაც ჩენიყავი და ძალიან მომეწონა და მინდოდა მეკითხა მეტი დეტალი და გაგვიზიარე.
კი, ხო, საკმაოდ საინტერესო. ეხა AI კონსიერჟი დავგეგმეთ. რომელიც ხო რაღაცა სტუმარს აძლევს საშუალებას, რომ ეს არის რეალურად პირველი საფეხური ამ თემაში ტესტავთ. და ძალიან კაი შედეგები გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც უფრო ნაკლებ დროში იღებს იმ ინფორმაციას, იმ სერვისს თუ იმ მომსახურებას, ისაც უფრო მეტი. აი, სწორი მიმართულებით დაგიწყიათ განვითარება ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, დღევანდელი მომხმარებელი Google-ში აღარ ეძებს სად იმოგზაუროს. პირდაპირ ეკითხება, რომ მინდა რაღაცა ხუდღიანი დასვენება ამ ადამიანთან ფაში, ესეთი გარემო, ესეთი თემა. და მე ხელოვნური ინტელექტი ეძებს და არჩევს საუკეთესო. შენ თუ არ იქნები ამ ასე ვთქვათ ფორმულაში კითხვადი, შენ დაიკარგები. მიმართულებითაც დავიწყე, ეხა AI ოპტიმიზაცია რო ვახსენეთ, ძალიან კარგი ქართული სტარტაპია DeepRank-ი და აი ამ ორ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად ვაკეთებთ, რომ ჩვენი სასტუმრო იყოს ერთ-ერთი ხშირი პასუხი. სქემებში აღქმადი უნდა იყოს. კი. სწორი მიმართულებებია და ეს არ არის მარტო შენი გასაკეთებელი, ეს არის ყველა კომპანიის, მაგრამ ისევ მივალთ იმ პრობლემამდე, რომ რესურსი არ ექნება ხა ერთკაციან კომპანიას, რომელსაც პირობითად X რაოდენობა ვიზიტორი ყავს და თავის გადარჩენაზე უწევს, ამის რესურსი არ ექნება, ეს თუ არ გაერთიანდა და დიდ მოთამაშეთ არ ჩამოყალიბდა, შეიძლება რაღაცა პრობლემების წინაშე ალბათ რაღაც ერთიანი სტრატეგია და ხედვა არის საჭირო არა, რასაც ყველა მოყვება. მე მაინც უფრო ბიზნეს ორიენტირებული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფომ რამდენიც არ უნდა აკეთოს, ეს ბრენდის არსებობა თუ არ იქნება ყოველდღიურობაში თითოეული კომპანიის და მე ამ კომპანიაში მარტო არ გულისხმობ ტურისტულ კომპანიებს. ამაში უნდა იყვნენ ჩართული ქართული ექსპორტიორები, გინდა ღვინის, გინდა სხვა. აი ხა მაგალითად ღვინოს და ტურიზმს სახელმწიფოს ვერ გააკრიტიკებ იმაში, რომ კამპანიებს არ აკეთებენ. და მე რაც მაკლია არის, რომ ამ კამპანიების გაგრძელებას მე ბრენდებში ვეღარ ვხედავ. ისევ რესურსის პრობლემამდე მივდივართ. ღვინის შემთხვევაში შეიძლება რესურსის პრობლემა იყოს, ან მაგალითად რატო დავხარჯო მეტი, როდესაც შემიძლია იაფად გავყიდო უკვე ცნობილ ბაზრებზე, რაც ასევე სწორია. და ჯამში თუნდაც იმ რესურსში გაყიდვაზე და რესურსი არ მოემატოს, აი მარტივად, აი ხა სპეციალურად ჩავიცვი ეს მაისური, რატომ მინდოდა ეს მაისური. დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე საქართველოსთან მიღმა დაიწყო. ანუ ეროვნულ დღესასწაულად ეს კი, საქართველოს ბანკმა დაიწყო მე მგონი ეს. სახელმწიფომ და მე მიყვა, ანუ აი ზუსტად ბანკების შემთხვევაში. ძალიან კარგი კამპანია თუ გახსენდება 26 მაისის კამპანიები, 26 მაისის კამპანია რომ ავიღოთ ზუსტად, ანუ სახელმწიფომ დაიწყო, დაინახა ბანკმა, ძლიერი გუნდი ყავს, ძლიერი რესურსია, ორივე ბანკმა სხვათა შორის არც ერთ არ გამოყოფდი ამ შემთხვევაში, ორივე ბანკმა ეს აიტაცა და მიყვა. აი ეს მაისურიც ხო, არის მაგალითად საქართველოს დამოუკიდებლობის თემის მატარებელი და პატარა დიზაინერებმა დაინახეს. ხო, ეს მე მგონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მერე. ხო? კი. ანუ პატარა დიზაინერი, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ეს პატარა დიზაინერები რომ ყოფილიყო რამდენიმე დიდი კომპანია უკვე დიზაინერული. რამდენად ბევრად ეფექტური იქნებოდა და მარტო კი მე კი არ მეცმებოდა, ეცმებოდა ბევრად მეც და ბევრად მეტი ვიზეიმებდი, იმიტომ რომ ამ აისურს და ამ რაღაცა სიმბოლოებს ხო თავის დატვირთვა აქვს. იმიტომ რომ მე ამას რომ ვიცვამ, ყოველთვის მახსენდება ის ემოცია, რაც იმ მომენტში ჩამიგდერო. ამას იცო, მეც ეგრევე გამახსენდა ის მომენტი 26 მარტი. კი. ანუ ესეთი თემების გამოყოფა მნიშვნელოვანია და როგორც გარეთ უნდა იმუშაოს ბრენდებმა ქვეყნის ბრენდინგზე. ანუ არ შეიძლება ისე რომ საქართველოს ქვეყანის გარეთ იყიდებოდეს X-ით და ქვეყნის შიგნით ვიყოთ Y. ჩვენ უნდა ვიყოთ X-ი იქაც, იმიტომ რომ ადამიანი რომ ჩამოვა Y-ი არ დავახვედროთ რა. ხო, ის შესაბამისად ესეთი ჩართულობა, ანუ მე მაინც უფრო ბიზნესი მომხრე ვარ. ანუ მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა არსებობდეს ბრენდ საქართველოს, როგორც ბრენდ USA არის, ოღონდ ამაში ძირითადი ფინანსური, ორგანიზაციული ყველანაირი როლი კონდეს სექტორს, ბიზნეს სექტორს. იმიტომ რომ ბიზნეს სექტორს აი ვერ წარმომიდგენია რომ მაგალითად ღვინის გამყიდველზე უკეთ, უпроსტად ღვინის მარკეტინგზე მეტად რომელიც ამას წლებია ყიდის, მე ვიცოდე ის ღვინოს როგორ გაყიდის. ოკეი. ისევე ტურისტული. ანუ ეს იდეები, როდესაც ესენი დაждდებიან, თან რისკი ექნებათ გადანაწილებული. რატომ მინდა აი ფინანსური მონაწილეობას რატო უსვახას? ანუ რისკს ინაწილებ, როგორც ბიზნესში იწყებ, მაგალითად, ერთად ვაკეთებთ ბიზნესს და ორივე რისკავთ, ხო? ესეთი რისკის გადანაწილება აზღვევს
იმ შესაძლო გართულებებს, რომ მე მაგალითად რაღაცა სისულელე მოვიფიქრო, იმიტომ რომ მარტივად ჩვენს ფულ შემოდიხარ და მეტყვი რომ არა რა. ანუ პასუხისგებლობის გადანაწილება, კი, აი ეს არის. და ამ შემთხვევაში მე რომ ფული მაქვს დახარჯული რაღაცაში მარტო იქ ხო აღარ ვაკეთებ მე როგორც შვეიცარელები აკეთებენ საათებში გინდა ფარმაცევტიკაში გინდა ბანკებში გინდა ტურიზმში გინდა ყველაფერში ეს გადამაგ მინდა არ მინდა იმიტომ რომ ის უკვე თანამონაწილე ვარ შესაბამისად მე ამერიკულ და შვეიცარულ და პორტუგალიურ მეთოდებს აქტიურად ვემხრობი ანუ სახელმწიფოს როლი ნელ-ნელა უნდა შემცირდეს არა როგორ გითხრა გათანაბრდეს კერძო ბიზნესთან, იმიტომ რომ სახელმწიფოს როლს პატარა ქვეყანაში ვერ გამოლევ. ამიტომ პირიქით ბიზნესი უნდა ამოიწიოს და ამოიწიოს ზუსტად იმით რომ პასუხისმგებლობა გადაინაწილოს. იმიტომ რომ მე რომ მომაკითხე მე ვარ მაგალითად სახელმწიფო უწყება და მოხვედი შენ ტურისტული და გააკეთე ესე რა. და ამ დროს შენ რაღაცას ვაკეთებ, გავაკეთებ, რასაც მე გადავწყვიტავ. რომ შენ რისკს არ შემოდიხარ, არაფერს არ შემოდიხარ, შენაერი მოდის ჩემთან 100 სხვადასხვა სექტორიდან, რომელს მოგისმინოთ არ ვიცი და ასე შემდეგ. ანუ ხოლო როცა თანამონაწილე ხარ პროცესში, ეს ყველანაირად გაამარტივებს. ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. ეს პირველ რიგში მოთამაშეები უნდა გამსხვილდნენ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მაგიდასთან აღმოჩნდება ვიძახის ისე 5-6 წვილი მოთამაშე და უფრო მეტი რისკის მატარებელი შეიძლება გახდეს. გეთანხმები, გაგიკვირდება და გეთანხმები, არ გეტავები. დღეს თელ დღე მეთანხმები, რაღაცა ცუდ ფეხზე ხარ ამდგარი. დავბერდი მე მგონი. ნიკო, მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად მსჯელობა. და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. და დავპირდეთ ერთმანეთს, რომ კიდევ შევხვდებით და ძალიან ბევრი თემაა სამსჯელო და გასაშლელი და ამ პოდკასტის ფარგლებშიც გავშლით და ვიმსჯელებთ. აუცილებლად, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ამ ფორმატში მსჯელობა. და გასაკვირი ნამდვილად რომ მეთანხმებოდი მე თქო მაყურებელს როგორ ითქმება ამ შემთხვევაში პოდკასტის შემთხვევაში ალბათ მაყურებელს რომ ჩაერთოს აუცილებლად ამ დისკუსიებში იმიტომ რომ ბრენდი საქართველოს და ტურიზმის ბრენდი ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრენდი და ჩვენი ასაშენებელია სიტყვით და საქმით კარგი დასასრული იყო. აი, გამიხარდება თუ მაყურებელის დაგვიწერს კომენტარებში, ეთანხმება თუ არა საქართველოსთვის სახელი შეცვლოს და ნიკოს ვერსია თუ მოგწონთ, სხვა ვერსიებსაც ვიმშელებთ. მადლობა შენ, მადლობა მაყურებელს და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, თუ მოგეწონათ პოდკასტის ეს ეპიზოდი, გამოიწეროთ ჩვენი არხი.